გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე იმყოფებოდა ჯანგოლაძის პანაშვიდზე? იცით ამ ფაქტის შესახებ? არ ინფორმაცია. ოთარ ფარცხალაძის ესკორტი შევჩენკოს ქუჩის პირველ ნომერში შაბათის ეთერის ინფორმაციით 16 მარტს საღამოს ლევან ჯანგოლაძის მკვლელობიდან მეორე დღეს გაჩერდა. აქ საქართველოს ყოფილი პროკურორი მოკლული ბიზნესმენის პანაშვიდზე მის გარემოცვასთან ერთად მივიდა. ამ დღიდან კი სუსტად 8 თვეში ფარცხალაძე ქართულმა ოცნებამ ჯანგოლაძის მკვლელობის ორგანიზატორად ოფიციალურად გამოაცხადა და ახლა მისივე ყოფილი უწყება მთელს მსოფლიოში წითელი ცირკულარით ეძებს. ლევან ჯანგოლაძის პანაშვიდზე იმყოფებოდა ოთარ ფარცხალაძე? რამდენადაც მე ვიცი კი. ეს მამუკა ფიფია, ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარი მოსკოვიდან. ის ფარცხალაძის პანაშვიდზე ყოფნას გვიდასტურებს. ახლა ჩნდება კითხვა, იყო თუ არა ეს ექს-პროკურორის ალიბი. არსებობს ვერსია, რომ ფარცხალაძემ შესაძლოა წინასწარ გათვალა, რომ თუ მკვლელობის ორგანიზების კვალი მასთან მივიდოდა, ექნებოდა სათქმელი, რომ ჯანგოლაძის პანაშვიდზე იმყოფებოდა. ჩვენ გვინდოდა ერთად მისვლა, მაგრამ ის უკვე ყოფილა და მე წავედი მარტო ჩემ მეგობრებთან და ჩემ ახლობლებთან. რას ამბობდა ჯანგოლაძის მკვლელობაზე ოთარ ფარცხალაძე? ისინი იცნობდნენ ერთმანეთს. რას ამბობდა? კაცი იყო ძალიან შეწუხებული და ყველა ვიყავით შოკში. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის დროს ფარცხალაძე, რომელსაც იმ დროს საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი აღარ ჰქონდა, თბილისში იმყოფებოდა. ის ქვეყანაში რუსული პასპორტით შემოვიდა და საქართველო კანონიერი ქურდის ძმის დაკრძალვის შემდეგ დატოვა. მკვლელობის დროს აქ იყო. მკვლელობის, ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის დროს საქართველოში იმყოფებოდა ჩვენი ინფორმაციით, რაც მოპოვებულია საზღვრის დეპარტამენტით. გამოძიება ამ მიმართულებითა ძალიან აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია საკითხები ყველაფერს საინტერესოა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აქტიურად მიმდინარეობს რიგი ფაქტობრივი გარემოების დადგენაც. შაბათის ეთერმა სასაზღვრო პოლიციის ბაზის მონაცემები მოიპოვა, სადაც ოთარ ფარცხალაძის საქართველოში შემოსვლის და გასვლის თარიღებია მოცემული. ამ დოკუმენტებით გინდება, რომ რუსეთის აგენტად გამოცხადებული და შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული პროკურორი საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ ახერხებდა. მეტიც, მას შემდეგ რაც საქართველოს პასპორტი ჩამოართვეს, რუსული პასპორტით საზღვარი 46ჯერ აქვს გადმოკვეთილი. ანუ ქართულ ოცნებას ფარცხალაძისთვის საქართველოში შემოსვლაზე პრობლემა არც მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ შეუქმნია. ფარცხალაძე საქართველოში შემოდიოდა დუბაიდან, მოსკოვიდან, სოჭიდან და ძირითადად ავიაკომპანია აირზენას რეისებით სარგებლობდა. ოთარ ფარცხალაძე თბილისში ჩამოვიდა 2025 წლის 11 თებერვალსაც და 18 თებერვლამდე დარჩა. ეს თარიღი დროში ემთხვევა ჯანგოლაძეზე თვალთვალს, როდესაც კანონიერი ქურდის ძმას 16 თებერვალს ამბასადორთან ქილარი გელა უძილაური უთვალთვალებდა, მაგრამ მაშინ ვერ მოკლა. ამ დროს საზღვრის კვეთის დოკუმენტებით გინდება, რომ თბილისში იმყოფებოდა ოთარ ფარცხალაძეც და ქვეყანა 18 თებერვალს დატოვა. წინა დღეს წავიდა მოსკოვში ლევან ჯანგოლაძე. ისმის შეკითხვა და რა თქმა უნდა მე როგორც დაზარალებულის ადვოკატი ვსვამ ამ შეკითხვას. არის თუ არა დადგენილი კონკრეტულად ვის ხვდებოდა, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია ამ დღეების განმავლობაში ოთარ ფარცხალაძეს, არის თუ არა დადგენილი რას აკეთებდა ამ დროის განმავლობაში ის საქართველოში და რატომ ემთხვევა მისი საქართველოში ჩამოსვლის დრო იმ პერიოდს, როდესაც მკვლელობის ჩამდენი პირი უთვალთვალებდა მოკლულს. ფარცხალაძე საქართველოში იმყოფებოდა ჯანგოლაძის მკვლელობის დღესაც. ის მოსკოვიდან თბილისში 8 მარტს 20 საათსა და 37 წუთზე ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისით ჩამოვიდა. ჯანგოლაძის მკვლელობის შემდეგ ის 16 მარტს პანაშვიდზე მივიდა და 18-ში თბილისი ისევ აირზენას რეისით დატოვა. როდესაც აღნიშნული მკვლელობა მოხდა, ძალიან მცირე დროში უკვე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ოთარ ფარცხალაძეს კავშირი ქონოდა აღნიშნულ მკვლელობასთან. თუმცა, მიუხედავად ამისა,
ოთარ ფარცხალაძე არავინ დაიბარა გამოსაკითხად, აღნიშნული ადასტურებს იმას, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში არა საქმის გამოძიება, არამედ საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. საზღვრის კვეთის დოკუმენტებით დგინდება, რომ ბოლოს ფარცხალაძე თბილისში ივნისში იმყოფებოდა. ამ დროს ლევან ჯანგველაძის ოჯახი მის სავარაუდო კავშირზე მკვლელობასთან უკვე ღიად სატელევიზიო ეთერებშიც საუბრობდა, მაგრამ მაშინ საგამოძიებო უწყება ფარცხალაძეს იცავდა და ფორმალურად გამოკითხვაზეც კი არ იბარებდნენ. ფაქტს გვიდასტურებს მისი ინტერესების დამცველიც. ოთარის მიმართ საგამოძიებო ორგანო დაინტერესებული არ ყოფილა არც ერთ ეპიზოდში. რაც შეეხება ოთარის სად იმყოფებოდა თებერვალშიც აქ იყო და მარტშიც ვის ხვდებოდა ის? ცით რა არის? კონკრეტულად ვის ხვდებოდა, ეს ერთის მხრივ არდევს საქმეში და ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის კომენტარიც გაკეთდეს და მეორეს მხრივ თავისუფალ ადამიანს, რომლის მიმართაც არ არის არანაირი სახის ბრალი წარდგენილი, შეუძლია კონსტიტუციითაა განსაზღვრული და გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება. სანამ ქართული ოცნება მკვლელობის საქმიდან ოთარ ფარცხალაძის კვალის გაქრობას ცდილობდა, თავად რუსეთის აგენტობაში ბრალდებული ფარცხალაძე მოსკოვში დაწინაურდა. ის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორის მრჩეველი გახდა. ეგრეთ წოდებული ODR-ის პოსტზე დანიშნეს და რეგიონის ძალოვანებიც ჩააბარეს. ოფიციალურად არის კომიტეტში ექსპერტი და არის კიდევ ერთ-ერთი რეგიონის მეთაურის თანაშემწე. ODR-ია ოთარ ფარცხალაძე ამ რეგიონში? არ ვიცი. როდის დაინიშნა ამ თანამდებობაზე ბატონი ოთარ ფარცხალაძე? მგონი სექტემბერში. ფარცხალაძეს რუსეთში მხოლოდ პოსტი არ მიუღია. ის ჩეჩნურ დაჯგუფებასთან ერთ-ერთი დაკავშირებული პირია. ეს კადრები მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული, სადაც ფარცხალაძე კადიროვის ყველაზე ახლო მეგობართან და ბატალიონ ახმატის მეთაურთან, აფტი ალუდინოვთან ერთად ქართული ოცნების აგენტების კანონის დამცველ სკოტ რითერს ხვდება. ამ ვიდეოში ფარცხალაძე საკუთარ თავს ქართველს, თუმცა რუსეთის მოქალაქეს უწოდებს. ვიდეო აგვისტოშია გადაღებული და ამ დროს ფარცხალაძე რუსეთში ჯერ კიდევ ოლიგარქის პარტიის დასაყრდენად მოიაზრება და ხელშეუხებელიც არის. Человек, бывший прокурор Грузии, примерно. Сегодня он находится здесь. Вот если сейчас здесь вот посмотреть, да, уже гражданин России. ახლა ჩნდება კითხვა, რა შეიცვალა და რა სამხილებით აპირებს იგივე პროკურატურა, რომელიც თვეების განმავლობაში გვარწმუნებდა, რომ ფარცხალაძეს დანაშაული არ ჩაუდენია მისთვის ბრალის დამტკიცებას. მან ბოლოს ივნისში დატოვა საქართველოს. ივნისში უკვე საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა ჯანგველაძის მხარის მიერ, რომ შესაძლოა ფარცხალაძე მდგარიყო ამ მკვლელობის უკან. რატომ არ გამოკითხა ის არასდროს საგამოძიებო? ნახეთ, კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ მოცემულ შემთხვევაში რას საგამოძიებო ორგანომ ჩაატარა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უკავშირდებოდა რიგ ფაქტობრივ გარემოს დადგენას, კიდევ ერთხელ დასცენს ბრალდების მხარე, რომ გრძელდება გამოძიება და აქტიურ რეჟიმში ამ ეტაპზე ფარცხალაძის მიმართ გამოცხადებულია საქართველოს მასშტაბით ძებნა. ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ ექს-პროკურორს ქართულმა ოცნებამ საქმე შეუკერა, გაუყალბა და გამოგონილი ბრალდება წარუდგინა. ეს არის საქმე, სადაც სისხლის სამართლის საქმე და სტანდარტი გასულია სამართლებრივი ველიდან, ის მოცემულობა, სადაც მხოლოდ ბრალი წარადგინეს იმისათვის, რომ გარკვეულწილად საზოგადოებას ერთსაც და ბერსაც დაანახონ თურმე რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ოთარ. ოთარ ფარცხალაძე ეს ყველასთვის ცნობილია, ბოლო-ბოლო გენპროკურორი იყო ამ ქვეყნის და ოცნებასთან მას ჰქონდა ძალიან ახლო კავშირები. რატომ შეუკერეს მას საქმე? იცით, ამ კითხვასთან დაკავშირებით მე არაერთხელ განვაცხადა, რომ პოლიტიკური გარკვეული სახის პოლიტიკას ამ შემთხვევაში დაცვის მხარე ნამდვილად რომ ემიჯნება და ჩვენ გვაქვს მართლაც სამართლებრივი პრეტენზია, ბრალდების მხრიდან სტანდარტი არის 0.
შაბათის ეთერმა საქართველოს ისტორიაში მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული პირველი ექს-გენერალური პროკურორის ბრალდების საქმის მასალები მოიპოვა. დგინდება, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმის გამყარებას ეგრეთ წოდებული ახალი გამოძიება რუსეთის მოქალაქეების ჩვენებებით ცდილობს. პირველი ილია მიკულსკია, რუსეთის 40 წლის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოულოდნელად საკუთარი სურვილით 26 დეკემბერს ახალ წლამდე 4 დღით ადრე ჩამოვიდა და გამოძიებას, როგორც ჯანგველაძის ახლო გარემოცვის წევრი გაეცნო. ჩვენება კი ფარცხალაძის და მიქაძეების წინააღმდეგ მისცა. Встречались в кафе в Москве Северный. ლევანს ერთ-ერთ რესტორანში შევხვდი. ფული მჭირდებოდა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და მითხრა, რომ სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვების თემასთან დაკავშირებით ჰქონდა დაპირისპირება ოთარ რომანოვთან და მისგან გრძნობდა სერიოზულ საფრთხეს. რადგან ამ ბიზნესში მათი გზები გადაიკვეთა და კარგი ნაცნობებიდან მტრებად იქცნენ. ასე მითხრა, რომ ოთარი იყო საქართველოდან და რომ იქ ყავდათ ნდობით აღჭურვილი პირები, მიქაძეები. Люди, которые по его указанию делают, это братья Микадзе. ეს გამოკითხვის ოქმი 26 დეკემბერს 14 საათსა და 25 წუთზე დიღმის მთავარ სამმართველოში მერვე სართულზე გამომძიებელ დავით კალატოზის კაბინეტშია შედგენილი, მაგრამ საეჭვოა რამდენიმე გარემოება. საქმეში არ დევს არც ერთი დოკუმენტი. როგორ აღმოჩნდა, რუსეთის მოქალაქე ჯერ თბილისში, შემდეგ დიღმის სამმართველოში და მაინც ჯანგველაძის საქმის გამომძიებლის კაბინეტში. კითხულობთ, რომ გამომძიებელი, როდესაც მიდის მის სამუშაო ოთახში, იქ ჩნდებიან რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე, რომლებიც ამბობენ, რომ როდესაც ისინი მივიდნენ 1 წლის თავზე, დიდი ხანია, მაგალითად ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ 1 წელიწადი არ ენახა და როდესაც მივიდა, მან დაუწყო საუბარი ამ შემთხვევაში გარდაცვლილმა, რომ თუ რა სახის პრობლემები აქვს ოთახში. და თქვენ წარმოიდგინეთ იქვე მიქაძეების ახსენეს. ანუ ბრალდების მხარეს არ გასჩენია არც ერთი კრიტიკული კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ რა სახის ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდათ მათ, ან ნამდვილად მოხდა თუ არა შეხვედრა, ან რითი დასტურდება მათი შეხვედრის თუნდაც არსებობის ფაქტი რაიმე სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები. ამიტომ ბრალდების მხარე მიიღო მოცემულობად ინფორმაცია, რომელიც მათ მიაწოდეს, კითხვაც კი არ არის დასმული ამ შემთხვევაში კრიტიკულად ამ ადამიანების მიმართ. 26 დეკემბერს პირდაპირ აეროპორტიდან დიღმის სამმართველოში მერვე სართულზე ჯანგველაძის საქმის გამომძიებლის კაბინეტში მივიდა როზა ნარცისოვაც. მოწმის თქმით, ლევან ჯანგველაძის მეგობარი. 35 წლის ნარცისოვაც რუსეთის მოქალაქეა და მანაც გამომძიებელს დაუდასტურა, რომ ჯანგველაძეს ფარცხალაძე ემუქრებოდა. Я бы назвала их дружеские. ლევან ჯანგველაძე ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, თუმცა გარდაცვალებამდე ბოლო თვეებში ის იშვიათად იცლიდა ჩემთან შესახვედრად. ბოლოს იანვარში ვნახე. მანამდე ვერ მოიცალა და ამის მიზეზად დამისახელა, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით ფრთხილი იყო, რადგან ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც იყო საქართველოდან, მასთან ჰქონდა დაპირისპირება და მის მკვლელობას აპირებდა. მითხრა ამ ადამიანის ქართული გვარიც, რომელიც მე ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ მახსოვს რუსული გვარი რომანოვი. ლევანისგან მქონდა გაგებული გვარი მიქაძეებიც. ლევანმა ასევე მითხრა, რომ დაპირისპირება ოთარ რომანოვთან ჰქონდა სიგარეტის და ალკოჰოლის ბიზნესის გამო. ლევანის საქმიანობას რომანოვი აღიქვამდა საფრთხედ. Я так, если по-русски, тот хотел забрать себе. რუსეთის მოქალაქეებმა ეს ჩვენებები გამომძიებლებს ჯერ წერილობით, შემდეგ კი სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. რამდენიმე საათში კი ქვეყანა დატოვეს და დაიბარეს, რომ განმეორებით გამოკითხვაზე ჩამოსვლას ვეღარ მოახერხებდნენ. ეს გარემოება ფარცხალაძის ადვოკატებისთვის პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ რუსეთის მოქალაქეები სავარაუდო ცრუ მოწმეები არიან.
ამ ადამიანებმა დაიბარეს, რომ ისინი აღარ ჩამოვლენ საქართველოში და მოკლედ ეს ჩვენება მიიღეთ მოცემულობა. და აქვე მინდა ვთქვა, რომ დაცვის მხარე უბრალოდ შეზღუდულია და მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუსვას თუნდაც ის კრიტიკული კითხვები, რომელიც ბრალდების მხარეს არ გარჩენია. ამიტომ ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. როგორ აღმოჩნდნენ ფარცხალაძის საქმის მოწმეები აეროპორტიდან პირდაპირ სამმართველოში და რატომ თვეების შემდეგ ამ გარემოებების გადამოწმებას შაბათის ეთერი ახლა საქმის პროკურორთან ცდილობს. რატო ეხა და არა მანამდე მათ განმარტეს, რომ ადრეც სურდათ ჩამოსვლა, მაგრამ გარკვეული პრობლემის გამო ლევან ჯანგველაძის დასაფლავებაზეც ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, მაგრამ მათ რა ინფორმაციაც ჰქონდათ, სურდათ რომ მიეწოდებინათ საგამოძიებო ორგანოსს. თავად დაუკავშირდნენ საგამოძიებო უწყებას თუ როდესაც ჩამოფრინდნენ გაიარეს არაერთი პოლიციის განყოფილება და მაინც დიღომში რატომ მივიდნენ. ზუსტად ეგ კითხვა როცა დავუსვით, მათ განმარტეთ, რომ იცოდნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიდიოდა გამოძიება, ეხა კონკრეტულად ვინ მოიცა მისამართი თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, რა თქმა უნდა, მე არ ვფლობ ინფორმაციას. რუსეთის მოქალაქეების ჩვენებების გარდა საქმეში ფარცხალაძის წინააღმდეგ პროკურორის განცხადებით სხვა გარემოებების დადგენაც გრძელდება. მათ შორის პროკურატურა 8 თვიანი დაგვიანებით არკვევს, ვის ხვდებოდა საქართველოში მკვლელობამდე და მკვლელობის დროს მოსკოვიდან ჩამოსული ფარცხალაძე. თვეების განმავლობაში თქვენს ამბობდით, რომ სტანდარტი გჭირდებოდათ, ხომ მტკიცებულებათა რა არის ეს სტანდარტი? ორი ადამიანის ჩვენება. ცალკე აღებული მოწმეთი ჩვენებები, რა თქმა უნდა, ფასდება სხვა მტკიცებულებებთან კონტექსტში, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივ გარემოებებთან, სამართლებრივ გარემოებებთან და ის ფაქტობრივ გარემოება ამ მოწმეებმა პრაქტიკულად გაამყარეს ამ ორმა მოწმემ, რომ ფარცხალაძე იყო დაპირისპირებული ლევან ჯანგველაძესთან და ლევან ჯანგველაძე ერთადერთ ვისაც ასახელებდა იყო ეს ფარცხალაძე და მიქაძეების დაჯგუფება. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარეს შეექმნა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე და წარუდგინა დაუსწრებლად ბრალი. ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ქართულმა ოცნებამ გახსნილად გამოაცხადა. დანაშაულის მოტივად კი ექს-პროკურორსა და ჯანგველაძეს შორის ბიზნეს დავის გამო შურისძიება დაასახელა, მაგრამ ეს ვერსია ფარცხალაძის გარემოცვისთვის დაუჯერებელია. ამბობენ, რომ მოკლულს და ექს-პროკურორს იმდანად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ერთმანეთის დაბადების დღეებზეც კი დადიოდნენ. ოთარის დაბადების დღეზე იყო ჯანგველაძე? დიახ. როდის? 11 ივნის გონი 2024-ში და 2023-ში. მეგობრის სტატუსით იყო ჯანგველაძე ფარცხალაძის დაბადების დღეზე? ოჯახებით მეგობრობდნენ? ოჯახებით იყვნენ, დიახ, ოჯახებით იყვნენ. მე და ლევანი ერთ მაგიდაზე ვიჯექით და გვერდით იყო ბატონი ოთარი თავისი ოჯახით. ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ახლა პატიმრობა აქვს მისჯილი. აქვს საერთაშორისო ძებნელი სტატუსიც. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი უვადო პატიმრობა ემუქრება.